როდესაც ქსელურ კომპანიაში გავწევრიანდი და დავიწყე მუშაობა, მახსოვს, ჩამოწერე კონტაქტების სია და ამ კონტაქტებიდან ავარჩიე 5 ადამიანი, რომელსაც მივწერე და შევთავაზე ჩემს სტრუქტურაში გაწევრიანება. 4 მაშინვე უარი მივიღე, ზუსტად მახსოვს და ერთი ადამიანი ხათრის გამო დამთანხმდა, არც შეკვეთა გაუკეთებია და არც საერთოდ კონტაქტზე აღარც გამოსულა. თუმცა არ ვიცი, მე აღვიქვე ეს ყველაფერი, რომ ამას არასწორად ვაკეთებდი და რატომღაც მივხვდი, რომ მე ვიყავი მონადირე, რომელიც მართლა არ მწვენია ამის აღიარების, რეალურად რაც იყო და გულწრფელად რა განცდაც მქონდა, იმას გიზიარებთ. რაც ცოცხალი იყო, ასე მეკონა, რომ ყველაფერს მომიზნებდი და ვესროდი. მართალია მიჭირდა შეთავაზებაც, მართალია მწვენოდა, მაგრამ თვლიდი, რომ ეს იყო სწორი, რომ მე კონტაქტები უნდა მეპოვა და თუნდაც საახლობლოში უნდა შემეთავაზებინა ჩემს კომპანიაში დარეგისტრირება. მაგრამ მალევე გავაცნობიერე ისიც, რომ როდესაც მსხვერპლი ხარ, მსხვერპლად ყოფნა არც ერთ ადამიანს არ მოსწონს და მით უმეტეს რომ იცი, რომ ვიღაცა მიზანში ამოღებული გიყურებს და აი სადაც არის უნდა მოგინადიროს, ასე ვთქვათ. ბოლო შემთხვევა, რომელმაც ასე ვთქვათ, გამომაფხიზლა, ეს იყო ის ადამიანი, რომელსაც შევთავაზე გაწევრიანება კომპანიაში, მაშინვე უარი მტკიცა, არც მომისმინა ზოგადად რა შეთავაზება მქონდა, რა უნდა ბიზნესის შესაძლებლობების შესახებ მინდოდა მიმეწერა. რაღაცა ნაწილობრივ პატარა პრეზენტაცია მინდოდა გამეკეთებინა და არც მომისმინა. სულ რაღაც 2-3 დღეში მახსოვს პოსტი დაწერა, რომ გაწევრიანდა კომპანია Faberlic-ში, იღებდა შეკვეთებს პროდუქტებზე. მალევე გავიაზრე სხვათა შორის ეს არასწორად ვაკეთებდი, რაღაცა ჩემი შეთავაზება იყო ძალიან არასწორი და ჩემი დამოკიდებულება იყო სასწრაფოდ შესაძლებელი ინარჩევები უნდა გამომემუშავებინა. ისეთი რაც ადამიანს კი არ აიძულებდა და იძულებას კი არ იგრძნობდა ჩემგან, რომ მე გაიძულებ ჩემთან დარეგისტრირდა. უბრალოდ დაინახავდა მეტ სარგებელს, დავიწყე დაკვირვება დიდი საფიქრალის წინაშე დავდექი, როგორ უნდა გამოსულიყავი ამ მონადირის როლიდან და როგორ უნდა დამეწყო უფრო სტრატეგიული და სწორი ნაბიჯების გადადგმა. კომუნიკაცია ზოგადად ადამიანებთან ბავშვობიდან მიყვარს, დავთვლი რომ ეს ჩემი ძლიერი მხარეა, მაგრამ იმდენად სხვანაირი გავხდი და იმდენად სწორად ვეღარ ვურთიერთობდი ადამიანებთან, რომ გარემოცვიდან ხალხი მეცლებოდა და მომჩნევდი, რომ საერთოდ აღარ უნდათ არანაირ თემაზე ჩემთან კომუნიკაცია. მივხვდი, რომ როდესაც მაგალითად ახალ ნაცნობს ადამიანს ან გავიცნობდი ან ისე მოხდებოდა, თუნდაც ახლობელს შევხვდებოდი და მეკითხებოდნენ, რომ აი ახსოვდათ და იცოდნენ, რომ მე პედაგოგიურ მოღვაწეობას მივყვებოდი. მეკითხებოდნენ, აი რატო დაანებე თავი, ეხლა მანდ რა ხდება, როგორ ხარ და ვაცნობდი უბრალოდ ჩემი კომპანიის შესაძლებლობებს, ვუხსნიდი, რომ აი რა კარგია თავისუფალი დრო, შენ ხელშია ეს ბიზნესი, გამზადებული ონლაინ მაღაზია, უბრალოდ ფიზიკური მაღაზია არ